მოგესალმებით, აი ეს ბათუმის მთავარი გმირი და სუიციდნიკი ქოცი რო იყო თორნიკე რიჟვაძე, ვითომ რომ თავი მოიკლა და მე იკლავდა უკაცრავად და მე წერილი დაწერა რომ ბიძინა არაფერ შუაში არა, ჩემით მომივიდა იგიო, მე ახლა ბიძინა მაგას არ იკადრებდაო, მე ამ დონეზე მივეყვანეო. ქართული ოცნების პოლიტიკური შემოქმედების წევრი, ახლა სხვებს თავის თავს თუ არ დაუძახებს, მისი პრობლემაა. მოკლედ გერმანიაში თურმე გააგრძელებს ცხოვრებას თავის ცოლ-შვილთან ერთად. მე გეტყვით, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, შეეშინდა ქართული ოცნების იმ გუნდის, რომელიც წევრი იყო და რომელმაც ესროლა. აი ეს ხო იყო მისი ძმაკაცი, რომ არა დღეს ჩამოვარა, ხვალ ჩამოვარა, თვითონ გააკეთებს განცხადებებსო, რომ იძახო და არა, გერმანიაში მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი და აგრძელებს ცხოვრებას. მე ყველას მკვლელობას, თვითმკვლელობას, რა თქმა უნდა, ვგმობ, ძალიან ცუდია, ქრისტიანულადაც და პოლიტიკურადაც და ადამიანურადაც და სახელმწიფოებრივადაც, ორივე ფაქტი. მიუღებელია, მაგრამ აი სადამდე მიყავს ქოცების პოლიტიკას არა მარტო მოქალაქეების ცხოვრება და არა მარტო მთელი ქვეყნის ბედი, არამედ თავის წევრებს როგორ ექცევა, შიდა პარტიულ წევრებს. არ იყო თორნიკე რიჟვაძე რაღაცა პატარა თანამდებობის პირი, რომ ვიღაცამ თქვას, რომ აი რიჟვაძე და შემთხვევითი არა. შეხედეთ ხალხო, თავის პრემიერებს რას უშვება, თავის მინისტრებს რას უშვება, თავის ეგრეთ წოდებულ თავმჯდომარეებს რას უშვება, იგით ქართველს რას უზამს. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა, რეალური პოლიტიკა არის ეს. დამღუპველი მკვლელობაზე გათვლილი ყველაზე მცირე ან განადგურებაზე და მოსპობაზე. ახლა ესენი ააშენებენ ქვეყანას. ეს ერთი თემა და მნიშვნელოვანი და ახლა რა ხდება? დაგვირთით თქვენ, გახარია გაქცეული, თავშეფარებული გერმანიაში. რიჟვაძე გამოქცეული, გადარჩენილი თუ რაც გინდათ ის დაარქვით, შეფარებული გერმანიას. ეს ჩვეულებრივი მომენტები არ არის რა. იქეთ ქართული ოცნების მძიმე პოლიტიკა გერმანიის ელჩთან მიმართებაში, ელჩის გაწვევა, დაბრუნება. ანუ ესენი ყველაფერი არის კავშირში და როდესაც კონტრდაზვერვა არ არსებობს ქვეყანაში, როდესაც უმაღლესი თანამდებობის და რანგის პირებს აქვთ კავშირები. როგორ იცი, აი მე შენ მოგაწვდი ინფორმაციას, რაღაცას გავაკეთებ შენთვის, მაგრამ მე რომ რამე მოხდეს, მე შემიფარეთ რა. მე ჩემზე იყოს რა ინდულიგენცია გაცემული. აი ესეთი რაღაცეები ხდება. და ახლა იმ სუჯაშვილების ხელში საგარეო დაზვერვას, პოლიტიკურ დაზვერვას, კონტრდაზვერვებს გომელაურების ხელში ვინც ხელმძღვანელობს ქვეყანა მიდის აქამდე. მე ამაში ვუყურებ არა მარტო ვიღაცის თავგადარჩენის მცდელობას. თავი მქონდა გადასარჩენი მე. ამგეთ რა სჭირთ თავი გადასარჩენი? მილიონერები არიან ოფიციალური, სადაც არ უნდა გაიხედონ ქვეყნის, რომელ კუთხეშიც არ უნდა გადადგან. ნაბიჯი, ბრახტა მილიონერები არიან. ყველგან იყიდიან სახლს, ყველგან ეყოლებათ მანქანები, ყველგან დაატრიალებენ ბიზნესს და საიდან? ქართველ ერზე მოპარული ფული და გაძარცვული ქართველი ერის ხარჯზე აღებული კოლოსალური თანხებით. ქართული ოცნება რა შვება? ქართული ოცნება ჩვეულებრივ ამ ყველაფერს ხელს უწყობს. ქართულ ოცნებას ან ერთის, ან მეორეს, ან ამერიკაში გაქცეული, გაპარული, ჯერ ხალხი რო გალახა აქ და მე რო გაიქცა გურიაშა იხმელაშვილი. იმის დაჭერა რომ დომოდა ამ გენის, ხო? ამ გენზე სამართლებრივი ბრალის წაყენება რომ დომოდა. ქართული ოცნება ამ გენს აქამდე გამოუტან და განაჩენს. მაგრამ ქართული ოცნების ინტერესში ეს არ არის. ქართული ოცნება არის სკანდალური ხელისუფლება. ქართული ოცნება არის ერით, მიწით, ჰაერით, წყლით მოვაჭრე ბარიგების დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელსაც სისტემასთან არაფერი კავშირი არ აქვს და გეუბნებით, ქართული ოცნება თუ არ დასრულდება ქართველი ერი. შეხედეთ, რიჟვაძე კი არ არის ტრაგედია. რიჟვაძეს რაც დამართეს ის არის ტრაგედია. მათი პოლიტიკა არის ტრაგედია.